გამარჯობა მეგობრებო, ძალიან დიდი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო, იმიტომ რომ დაკავებული ვიყავი. ვემზადებოდი პოლონური ენის ტესტისთვის, რადგან მჭირდება და ამიტომაც ბოლო რამოდენიმე თვე დაკავებული ვიყავი ამ საქმით. მაგრამ დღეს მოვიცალე და გადავწყვიტე თქვენთან ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო თემაზე. ნადი. შეიძლება სხვა რეგიონში, საქართველოში სახელი სხვა არის, მაგრამ ჩვენთან კონკრეტულად დასავლეთ საქართველოში ვამბობთ ნადი. და ეხლავე აგიხსნით თუ რა არის ნადი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული ეს რაღაც არის ნადი და გეტყვით რა არის ნადი, მაგრამ კონკრეტულად იმ მხარეში, სადაც მე ვატარებდი ზაფხულის არდადეგებს, გურიაში არის ასეთი რეგიონი დასავლეთ საქართველოში და როცა სკოლა მთავრდებოდა, დედასთან ერთად მივდიოდით ხოლმე დედაჩემის სოფელში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ და იქ ვატარებდით დაახლოებით 2 თვე, ზაფხულის 2 თვეს არდადეგებს. ეხლა გეტყვით რას ნიშნავს ნადი. ლექსიკონში თუ ჩაიხედებით, ლექსიკონი გეტყვით, რომ ნადი არის საერთო შრომა, როცა სოფელში, მაგალითად, კონკრეტულად ერთ ადამიანს ეხმარება სხვა სოფლელები ფიზიკურად, ძირითადად და შემდეგ როცა სხვას დასჭირდება, ესეც ვალდებულია, ეს დაუწერელი კანონია, ესეც აუცილებლად დაეხმარება. რაც თავარია, ეს არის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. დღეს, რა თქმა უნდა, შეიცვალა, არსებობს დღემდე ეს იდეა, ნადის იდეა, მაგრამ ძირითადად ანაზღაურებადია, ანუ ადამიანი ამ შრომისთვის თანხას იღებს, რაც ნორმალურია ჩემი აზრით, მაგრამ აი ეს ნადი, რაც მე მახსოვს ბავშვობაში, ჩემი აზრით უკვე ნენელა იკარგება სამწუხაროდ. იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო ხალხს აღარ შეუძლია, არ აქვს სურვილი, მით უმეტეს სოფელი უკვე თითქმის სოფელი დაცარიელდა, ყველგან მარტო გურიაში არა, ამიტომაც ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა და ის ცოტა ადამიანი, ვინც არის, მათ ურჩევნიათ თანხა აიღონ ამ შრომაში, ვიდრე დაელოდონ შემდეგ, როდის დაჭირდებათ მათ დახმარება სხვებისგან, ხო? ანუ, როცა მე გეხმარები, შენ შემდეგ დამეხმარები. და ეხლავე გეტყვით, როგორ ხდებოდა ეს. აი იმ პერიოდში, როცა მე პატარა ბავშვი ვიყავი და ვატარებდი ზაფხულის 2 თვეს, განსაკუთრებით ივლისი-აგვისტო და აგიხსნით, რას წარმოადგენდა ნადი. კონკრეტულად მე ვისაუბრებ თხილზე, იმიტომ რომ გურიის რეგიონში თხილი ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ თხილი გურიის რეგიონში არის ძალიან გავრცელებული, ესე ვთქვათ, რამ და თითქმის ყველა ადამიანი თხილი ცხოვრობს, ვიტყოდი, ესე, იმიტომ რომ მთელი წელი რეალურად მოვლა არ ჭირდება თხილს, მხოლოდ დასაწყისში ჭირდება და შემდეგ უკვე ავტომატურად ეს თხილი გაძლევს ძალიან დიდ შემოსავალს, იმიტომ რომ თხილი ყოველთვის ძვირი ღირს. და ამიტომაც თითქმის ყველა ადამიანს გურიის რაიონში და აგრეთვე სამეგრელოშიც და ვფიქრობ იმერეთშიც ცოტათი აქვს თხილის პლანტაციები. თხილნარი, ესე ვეძახით, თხილნარი, სადაც იზრდება თხილი. მოგეხსენებათ, ეს თხილნარი ძალიან დიდი უნდა იყოს და დიდი იყო და არის დღემდე და ამიტომაც ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდნენ, რომ აეგროვებიათ ეს თხილი შემოდგომამდე, იმიტომ რომ შემოდგომაზე უკვე იწყება წვიმის სეზონი და ხშირად ფუჩდება.
შემდეგ თხილი. ანუ ის თხილი, რაც მიწაზე ვარდება, დიდი ალბათობით გაფუჩდება წვიმის დროს, იმიტომ რომ ნესტია დასავლეთ საქართველოში და აგრეთვე გარეული და შინაური ცხოველებიც კი ძალიან გემრიელად მიირთმევენ ამ თხილს. და ამიტომაც, რაც შეიძლება ჩქარა, უნდა აიღონ მიწიდან და მიწაზე დავარდნილი, მიწიდან აიღონ ხალხმა ეს თხილი. და შემდეგ ჩააბარონ, რა თქმა უნდა. ჩაბარება უფრო მოგვიანებით ხდება, მაგრამ მთავარია რომ მოასწრონ აღება ამ თხილის, რომ არ გაფუჩდეს, ან არ იყოს შეჭმული ცხოველების მიერ. და საკმაოდ შრომატევადი საქმეა ეს. სიმართლე გითხრათ, მე მიყვარდა, მაშინ ბავშვი ვიყავი და ამიტომაც ყოველ ერთ ესეთი ბედრო იყო, ყოველ ერთ ბედროზე შემეძლო, ცოტათი ამხელა მიამეო და შემდეგ ეგ რა თქმა უნდა ფული იყო. როცა ვაგროვებდი, ყველა ბავშვს სოფელში განსაკუთრებით ვინც ჩამოვდიოდით ჩვენ, ქონდა უფლება აგვეგროვებია ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა ვეხმარებოდით ოჯახის წევრებს და შემდეგ ცოტათი ჩვენს გვჩებოდა და როცა უკვე ქალაქში ბრუნდებოდით, შეგვეძლო ამის ჩაბარება და ფული იყო. ანუ ბავშვობიდანვე სწავლობდით ფულის ფასს, მოდი ესე ვთქვათ, შრომიდან გამომდინარე. შრომობდით და გასამჯელოსაც ვიღებდით. გასამჯელო, ანუ ანაზღაურება, როცა მუშაობდა ვიღებთ თანხას. როგორი იყო ნადი? ნადი იწყებოდა დილით. წინა დღით ოჯახის დიასახლისი დადიოდა მეზობლებში და ეკითხებოდა ვის შეეძლო ნადზე მოსვლა. უმეტეს შემთხვევაში თითქმის ირგვლივ ვინც კი მეზობლები იყვნენ, ყველა თანხდებოდა, სხვა მეზობლებიც მოდიოდნენ, ამიტომაც უკვე მეტნაკლებად ოჯახის დიასახლისმა იცოდა, რამდენი ადამიანი იქნებოდა ნადზე. მომავალ დღეს. რატო იყო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ დიასახლის უნდა გაეკეთებია საჭმელი, სუფრა მენადეებისთვის. მენადე. მე მგონი არ არსებობს ეს სიტყვა, მაგრამ ადამიანი, ვინც ნადში იღებდა მონაწილეობას, მოდი ესე ვთქვათ. მენადე, ლამაზი სიტყვა, ალბათ არსებობს. ჩვენთან უბრალოდ ვამბობდით ნადზე მოსული ადამიანი. მენადე ერთი სიტყვა. დილით, უკვე როცა მზე ამოვიდოდა, დაახლოებით 7 საათზე შეიკრიბებოდნენ ეზოში, მასპინძელი უმასპინძდებოდა ყავით და რა თქმა უნდა ტკბილეულით და დაახლოებით 8-სკენ, სანამ ჯერ კიდევ არ ცხელოდა, დასავლეთ საქართველოში მოგეხსენებათ ზაფხულში ძალიან ცხელა, შედიოდნენ თხილნარში, ანუ იქ სადაც თხილი იყო და იწყებოდა მუშაობა. ნადზე შეიძლება ყოფილიყო 10 კაციც და შეიძლება ყოფილიყო 50 კაციც. გააჩნია რამდენად დიდი იყო ტერიტორია და რამდენად ბევრი ადამიანი სჭირდებოდა სახლის მეპატრონეს. 12 საათამდე, დაახლოებით 12 პირველ საათამდე ეს ხალხი მუშაობდა და შემდეგ უკვე როცა მზე ნენელა ხურდებოდა და შეუძლებელი იყო მუშაობა, ნენელა ტემპი ikლებდა, მუშაობის ტემპი ikლებდა და ხალხი იწყებდა დასვენებას. დაახლოებით 2-3 საათი. ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ რეალურად შემდეგ როცა იწყებდნენ მუშაობას, უფრო ცხელოდა. მაგრამ სადღაც 12 პირველისკენ უკვე ისვენებდნენ, ამ დროს მზად იყო უკვე საჭმელიც და საკმაოდ დიდი სუფრა იყო, ძალიან გემრიელი რაღაცეები, ძირითადად მაინც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქათმის ხორცი, სალათი, ძალიან ბევრი სალათი და სხვადასხვა რაღაც კონკრეტულად არ მახსოვს, იმიტომ რომ გაჩნია ოჯახს, შეიძლება ყოფილიყო ღორის ხორციც და სხვა რაღაცაც, მაგრამ დედაჩემის დედა, ანუ ბებია ჩემი, ხშირად აკეთებდა ლობიოს,
ოღონდ მწვანელობიოს ძალიან გემრიელია. გემრიელი იყო ბებიაჩემის გაკეთებული, აკეთებდა ხშირად ნიგვზის სალათას, უგემრიელისი იყო. მომენატრა და აგრეთვე რა თქმა უნდა სტუმრებს უმასპინძლებოდნენ ცივი წყლით და ღვინით. და საჭმის შემდეგ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისევ ყავა. სადღაც ალბათ 2 საათის შემდეგ იწყებოდა თავიდან მუშაობა და 6-მდე გრძელდებოდა, 6-7-მდე, სანამზე ჩავიდოდა. მახსოვს შემდეგ ნახევარზე მეტი მიდიოდა და რაღაც ნაწილი, ძირითადად ქალების ნაწილი სთავაზობდა დიასახლის, რომ შეეძლოთ მოსულიყვნენ საღამოს და თხილი გაერჩიათ. თხილის გარჩევა რას ნიშნავს? როცა თხილს იღებ მიწიდან, თხილს ირგვლივ აქვს ფურცელი. და ამ მწვანე ფურცელში, ამ მწვანე ფოთოლში ან გარსში არის ეს თხილის კაკალი, ხო? და ამას სჭირდება გარჩევა. აი როგორც მაგალითად სათამაშოს ავიღებთ. და მე ხა ვარჩევ, გავარჩიე მაგალითად. გარჩევა ჭირდებოდა თხილს და ამიტომაც ძირითადად ქალები სთავაზობდნენ დიასახლის საღამოს მოვალთ, როცა უკვე ჩვენ საქმეებს მოვამთავრებთ სახლებში და დაგეხმარებით. მე მაგალითად ეს მომენტი ყველაზე მეტად მიყვარდა, ეს ნაწილი, ნადის ეს ნაწილი, მეორე ნაწილი ღამით. რატო? იმიტომ რომ ეს იყო ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი, რაც დამამახსოვდა, რაც მახსოვს დღემდე და როცა ვიხსენებ, გული ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან თფება, ძალიან დიდი სითბო მოდის. და ეხლა აგიხსნით რა ხდებოდა საღამოთი. უკვე მზე ჩასული იყო, როგორც ეხლა თითქმის ჩასულია. ხშირად სინათლე არ იყო იმ პერიოდში, მაგრამ თუ იყო სინათლე, აივანზე, აივანი იყო მეორე სართულზე, იმიტომ რომ გურიაში ძირითადად არის 2 სართულიანი სახლები. აივანზე ან ქვემოთ, აივნის ქვემოთ, გაშლის სივრცეში, ენტო ნატურა, თუ არ იყო სინათლე, აუცილებლად რამოდენიმე სანთელი, რომ ეს ადგილი განათებული იყო, სადაც თხილი ეყარა და ამ თხილის ირგვლივ ხდებოდნენ ეს ხალხი. ძირითადად ქალები როგორც გითხარით და ბავშვები ვიღავით აუცილებლად. ყავა იყო რა თქმა უნდა, ყავა ყოველთვის საჭირო იყო. დასავლეთ საქართველოში ყავას კოფეს ეძახიან, ან კოფეს და ყავასთან ერთად იყო ტკბილეული, ძირითადად სახლში გამომწვარი ნამცხრები, უკრემო, იმიტომ რომ მაშინ ცხელოდა და სამწუხაროდ იმ პერიოდში უმეტესობას მაცივარი არ ქონდა და კრემიან ნამცხვარს ან ტორტს ვერ გააკეთებდნენ და იყო ძირითადად მშრალი ნამცხვარი და იყო მახსოვს კოკაკოლაც ჩვენს ოჯახში, იყო სხვადასხვა სასუსნავი და ხანდახან იყო ტელევიზორის ჩართული. თუ უყურებდნენ სერიალს, უყურებდნენ და თუ არ იყო სერიალი, მაშინ იყო ყველაზე კარგი. რატო? მაშინ ქალები იწყებდნენ სხვადასხვა თემაზე ლაპარაკს, იხსენებდნენ წარსულს და ეს ყველაფერი ჩემს თავში ჩაილეკა. მაგიტომ მაქვს ესეთი დიდი ცოდნა ზოგადად იმ წარსულზე რა იყო ადრე, იმიტომ რომ მე მოსმენა მიყვარდა, როცა გვერდით ვიჯექი მათთან ერთად და ვეხმარებოდი, თან ვისმენდი ამ ძალიან ლამაზ ისტორიებს. განსაკუთრებით ბებიაჩემის დაქალებისგან, როცა ბებიაჩემი იხსენებდა ამბებს, თავისი დაქალებიც იხსენებდნენ, აგრეთვე ახალგაზრდებიც დედაჩემის თაობაც იხსენებდა თავის ამბებს და ამ ყველაფერს როცა ვუსმენდი, სხვანაირად წარმომედგინა უკვე ყველაფერი. ბავშვური გონებისთვის ეს იყო საუკეთესო მასალა ფანტაზიისთვის, ამიტომაც ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ რა საინტერესო იყო იმ პერიოდშიც კი. არ მინდა ვთქვა, რომ ხალხი კომუნისტურ პერიოდს ალამაზებდა, არა, ძალიან
გულწრფელები იყვნენ, მათ უბრალოდ მოწონდათ ის პერიოდი, ის ახალგაზრდობა მაგალითად ბებია ჩემს, რაც ჰქონდა კომუნისტების პერიოდში, მაგრამ არასოდეს არ მომისმენია სოფლის ქალებისგან დიდება კომუნიზმის, როცა ხშირად უცხოელებს გონიათ, რომ ასაკოვან ხალხს გააჩნიათ რაღაცა სიმპათიები კომუნისტების მიმართ. Რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს რაღაც ნაწილი, მადლობა ღმერთს ბევრი არა, მაგრამ მაინც არსებობს, ვისაც უყვარს ეს კომუნიზმი როგორც იდეა, მაგრამ უმეტესობა როცა დადებითად საუბრობს იმ პერიოდზე, ეს არის უბრალოდ მონატრება თავიანთი ასაკისა, იმ პერიოდის ასაკისა, როცა ახალგაზრდები იყვნენ. დიახ, დაუბრუნდეთ ნაცს. ეს ნადი გრძელდებოდა ძირითადად დაახლოებით ღამის 2 საათამდე, ანუ დილის 2 საათამდე გრძელდებოდა ეს ყველაფერი და შემდეგ ყველაზე კარგი მომენტი რა იყო? კიდე კარგი მომენტი, როცა მთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ ნახევრად გვეძინა ბავშვებს, მაგრამ ვცდილობდით, რომ მეტგრად მამაცად ყოფილიყავით, არ ვიძინებდით და გვახსოვს უკვე ვფხიზდებოდით აი 2 საათზე, რატო? იმიტომ რომ როცა ხალხი იწყებდა წასვლას, მასპინძელი ვალდებული იყო, გაეცილებია ეს ხალხი თავიანთ სახლებისკენ არა, უფრო სახლებში. ამიტომაც ოჯახიდან რამოდენიმე ადამიანი მიდიოდა, მაგალითად მე ყოველთვის მიყვებოდი დედაჩემი, აგრეთვე მისი ერთი და სხვა დანარჩენი ქალები, ვინც უნდა დაბრუნებული იყო სახლში, ჩვენ მიყვებოდით, რა თქმა უნდა, ქონდა ფანარი იმ პერიოდში, იმიტომ რომ ქუჩები არ იყო განათებული, სოფლის ქუჩები და ესეც ერთგვარი ახალი თემა იყო სალაპარაკო, ლაპარაკობდნენ სანამ მივაცილებდით ამ ხალხს და შემდეგ უკვე უკან ბრუნდებოდით და შემდეგ უკვე მეორე ეტაპი იწყებოდა, სხვები მიყვავდა. ჩემი აზრით, როცა ბავშვი ხედავს ესეთ რაღაცებს, ბავშვობიდანვე აქვს კონტაქტი ადამიანებთან, სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან, მას უვითარდება ყველა ასაკის მიმართ, როგორ გითხრათ, სიმპათია, მას არ აქვს უკვე შიში ასაკის მიმართ და ჩემი აზრით, უფრო პატივისცემაც გააჩნია ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ მაშინ ჩემთვის ის ხალხი იყვნენ, რა თქმა უნდა, უფროსები და ჩვეულებრივი ადამიანები, მათ არ თვლით როგორც რაღაც ისეთ ადამიანებად, ვინც იყვნენ დიდები და უნდა შემშინებოდა, რა თქმა უნდა, პატივისცემა იყო, მაგრამ იყო აგრეთვე მეგობრული ურთიერთობაც, რაც ძალიან დიდად იმოქმედა ჩემზე, ჩემს მსოფლმხედველობაზე, ზოგადად ამ მომენტებმა და ბედნიერი ვარ, რომ მე ვარ იმ თაობის ბავშვი, ვისაც ბედნიერად გაუმართლა, ესე ვიტყოდი და მიიღო გამოცდილება ნადი, ძალიან ლამაზი ტრადიცია დასავლეთ საქართველოში, მაგრამ შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოშიც იყოს ეს ტრადიცია, სადაც ხალხი უანგაროდ ეხმარებოდა ერთმანეთს და ჩემი აზრით ეს იყო ერთგვარი არა მარტო დახმარება, არამედ ფიზიკური დახმარება, რა თქმა უნდა, არამედ მენტალურიც, იმიტომ რომ ხალხი ხედავდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ისინი მარტო არ იყვნენ. თუნდაც სოფელში იყო რამოდენიმე მარტოხელა ადამიანი, ვისაც არ გააჩნდა ოჯახი, მაგრამ აი ამ ყველაფრით, რაც ხდებოდა სოფელში, აი ამ ნადების მსგავსი, როგორ გითხრათ, ამბებით, მათ იმედი ყოველთვის ჰქონდათ და მართლა ესე იყო, როცა ადამიანი მარტო რჩებოდა, სოფელი პასუხისგებლობას თავის თავზე იღებდა და ყველა ვალდებული იყო დახმარებოდა ამ ადამიანს. ამიტომაც სოფელში ადამიანი არასოდეს არ იყო მარტო. ქალაქშიც იყო მსგავსი სიტუაცია, რა თქმა უნდა, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე, განსაკუთრებით ის ბავშვობის პერიოდი, მაგრამ ქალაქში მაინც არსებობდა ზღვარი და არ იყო ისეთი როგორც სოფელში. დღესდღეობით შეიცვალა ყველაფერი, უკვე სხვანაირად არის, ვიცი, იმიტომ რომ ყავს ნათესავები სოფელში, მაგრამ მაინც შემორჩა რაღაც
ნაწილში ეს ტრადიცია, ნადის ტრადიცია. სულ ეს არის მეგობრებო, 20 წუთია ვსაუბრობ, იმიტომ რომ მომენატრა თქვენთან საუბარი და თუ თქვენს ქვეყანაშიც არსებობს მსგავსი ტრადიცია, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, წავიკითხავ თქვენ კომენტარს, აუცილებლად დაწერეთ ქვემოთ და თუ მოგეწონათ ჩემი როგორც იქნა ახალი ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ, რაც თავარია ჩვენი არხი. ეხლა კი დაგემშვიდობებით და გპირდებით, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. აბაჰე, ნახვამდის.